გამარკვიე რა ხდება? რამდენიმე დღის წინ სანაცეთის ბელადმა საპატიმროდან გამოაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია. ამ განცხადებით ერთობ შეშფოთებული და განაწყენებული დარჩა ამჟამინდელი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, როგორც მან აღნიშნა, ეს პოსტი გზაში წაიკითხა მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხარო აღმოჩნდა მისთვის. ბოკუჩავას მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა სანაცეთი იქამდე, სადაც არიან. სადაც ნანუკა, იქვე ჩნდება როგორც წესი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც მთელი მისი დამოკიდებულება ერთი პოსტით გამოხატა ნაციონალურობიდან ნაციონალობამდე. ან ჩერგოს და მაგის ჩერგოს და ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს მე რაც თავი მახსოვს ცხოვრებისულად კონფლიქტი. რა ვერ გაიყვეს? გულწრფელად გითხრა მე როგორ ვფიქრობ? ოღონდ ახლა ეგ ისე არ ჩამომართვოთ, რომ ჩერგოლეიშვილის მხარეს ვარ. მე მაგალითად ასე ვუყურებ. ჩერგოლეიშვილი გაწონასწორებულია, გაუწონასწორებელია, აზიანებს ბოკერიას ფიგურას, პარტიას, ქვეყანას და ასე შემდეგ თუ არა. ჩემთვის მაგალითად აი მაგორს შორის განსხვავება არის, ვინ უფრო ნაკითხია, მოდი ესე ვთქვათ. ან ჩერგოლეიშვილი ახლა ჩემი აზრით ბევრად უფრო ნაკითხი ტიპაჟია და ჭკვიანი ასე თუ ისე, ვიდრე ნანუკა. და შესაბამისად, ეგ ამბავი მაგათთან ცოტა მას იწვევს რა, კონფლიქტს, იმიტომ რომ ნანუკა თulis რომ ბოდიში რო გაწყვეტილებ რა იგა. თავებინ ამებნევაზე. აი რა ეგ გავიგე. ოღონდ კონფლიქტის არსი რა არის ვერ გავიგე. ამინუსების მთავარი იდეა ეგ არის ზუსტად ანუ ერთმანეთის დამინუსება მაქედან დაიწყო სავარაუდოდ რომ ჩერგოს თავის ტოლად და სწორად არ მიჩნდა ის ამას პირიქით შენ ახლა მიხსნი კონფლიქტი რა მეთოდებით წარმოებს. ანუ ჩერგოლეიშვილი იმას რო ამინუსებს რომ დებილია და ის რო უფსიხდება და ეგ გავიგე როგორ წარმოებს საბრძოლო მოქმედებები მაგ ქალურ ბატლში. ერთ ეგ მართლა ეგრეა როგორც მარა რატო ანუ რა ვერ გაიყვეს? რა ვიცი ხა გიგაზე არ ამგონია ჭკუდი იყოს და სხვა რა ვერ უნდა გაეყოთ გიგა ჭეშმარიტად თამარასია კაცშვილი ხელს ვერ მოგიდებს მაგას არ ვიცი აი ეს ხალები რას ვერ იყოფთ ხოლმე ისე ძალიან საინტერესო აი ბოკუჩავას და მაგის ბატლის ხო და ვისთან რა ვერ გავიყავი აი ხალები რას ვერ იყოფთ შენ რა გოგო პოლიტიკურ ანალიზს ხო ნაციონალურ მოძრაობაში არის ბატლი შენ რა შუაში ხალები ვერ იყოფთო და ისე იყო გადმო ჩემ კეთილ გამომარ ნაცი ქალბატონები რას ვერ იყოფენ ეს ბოკუჩავა ნანული და ისა ნანუკა ნანულა და ჩერგო ჩერგო არ ვიცი რას ვერ იყოფს იმიტომ რომ ჩერგო ესე ღიად ტელეფონის ხმაც განგაშის არ მოგვესმა. ჩერგო არ ვიცი ნაციონალურ უშუალოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან რა კავშირშია, ნუ სავარაუდოდ როგორც შენს გადაცემაში ახსენე, მაგათ რაღაცა ერთი ისყავთ ხო? ანუ ერთი ფოკუს ჯგუფი ყავთ ხო და სავარაუდოდ დაპირისპირების მთავარი იდეაც ეგ არის მაგათ შორის პოლიტიკურად, თუმცა უშუალოდ ნანუკას და თინა ბოკუჩავას შორის რაც ხდება, ეგ ალბათ აი რა ხდება აი ანუ ერთმანეთს ურტყავენ რამე კონფლიქტი არის თუ მე მგონი უკმაყოფილება არის უბრალოდ თინა ბოკუჩავას თავმჯდომარეობით ნაცებში და გადაწყვიტეს რომ ნანუკა როგორც ზე აქტიური ინფლუენსერი ადამიანი რომელსაც ხალხის სიყვარული გააჩნია გახდეს ნაცების ხელმძღვანელი. სხვა შორის ნინო კუზანოვამ დაწერა ეგ რომ თინა ბოკუჩავას ნანუკა ჯობიაო. აი ნინო კუზანოვა არ დაგავიწყეთ ქართული ოცნების მხარდამჭერი. მე რა მაინტერესებს ცი ხა შეიძლება რაღაცა ისეთი კითხვა დავსვა რომ შენ არ გეკადრებოდეს. არა არ მეკადრებოდეს არა შენ გულუფყვილოდ ჩათვალო იმიტომ რომ როგორც გითხარი მაგ ქალურ ბატლს არ ვადევნებ. ეს ქალური ბატლი არ არის, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ტრაგედია. ეგ ქალური ბატლი რატო არის გეტყვი რა? ჩამოაყალებ, ნახე. არის ობიექტური რეალობა და არის პარტიის ოფიციალური მესიჯი ბოქსი კიდე, ხო? და მოდი აი რაღაცა ობიექტური რეალობა ცოტა ხანი გვერდით გავწიოთ და შევხედოთ როგორ პოზიციონირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი დღეს. ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი, რომელსაც ციხიდან მიშა ამარაგებს და
კაცრად მოითხოვს, რომ ნაცები ამას მიყვნენ, გამოიყურება ეგრე. პუტინის ოლიგარქიული რეჟიმი სისხლიანი ხელებით ახრჩობს მიშას და უნდა გამოჩნდეს ვიღაცა დევგმირი, რომელიც გატეხავს. ნანუკა დევგმირი. არა, მაინც ეგ მნიშვნელოვანი, ჯერ ჩამომაყალიბებია, ეგ ეპიკური ტექსტია. აი, ბეჭდების ბრძანებელში რო არის ინტრო, ეგეთი ტექსტს ვამბობდი და ეხა ნახე. მიშას ხო ტანჯავენ როგორც მზეთ უნახავს რაღაც ციხეში. ხო და აი როგორც ვეფხის ტყავსანში ქაჯეთის ციხე ვიღაცამ ხო უნდა აიღოს რაღაც, უნდა მიადგნენ და ციხე უნდა გატეხონ, ხო? და მაგას ჭირდება გმირი. და ამ პოტენციური გმირების რამდენიმე ვარიანტი გამოიცვალეთ. ერთ-ერთი იყო შენ რო თქვი რომ მეწოდებაო ხო ხაბეიშვილი. ჯერ იყო ხაბეიშვილი. ეგ გმირი არის. ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი ხო დღრის რა ნუ აი მე თუ მკითხავ ხაბეიშვილი ჟორჟოლიანი ბევრად უფრო ვაშკაცურია ვიდრე ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი რო გმირი რო ხაბეიშვილისგან არ გამოვიდოდა როგორც ცნობილი ის არის ერეკლეზე მარა ნახე ხაბეიშვილი ქემაინს როგორ შტაბეჭდილებას ტოვებდა იცი რომ აი ადამიანი რო უყურებდი ფიქრობდი რომ ბიჭო ეგება ეს ტიპი რაღაცა საკრალურ მსხვერპლად უნდათ რომ აი პარტიის ლიდერი მოგვიკლეს ხალხო აი რაღაც ეგ ნუ ეხლა რო უყურებ რა ცხვარივით არის ერთადერთი შეიძლება რომ ტყვია მიიღოს მაგისმა თავმა მარა რო დისკლეიმერს ვაკეთებ არაფრისკენ მოწოდებას არ ვაკეთებ პირიქით არა ამის თქმის არ იყოს საცოდავია ხაბეიშვილი მოწოდებას არ აკეთებ კი არა ვატყობ მე შენ 2000 ლარიას არა კაცო რა სულზე მე ვამბობ რომ ნაციონალური მოძრაობის გათვლა რო ყოფილიყო რომ მოდი აი ხაბეიშვილი იყოს საკრალური მსხვერპლი მაგას როგორც რაღაცა შესაძლო სცენარს დავიჯერებდი ვაი მიშა გამოსახსნელია რაღაც ქაჯეთის ციხიდან და ხაბეიშვილი სადღაც გარბის და ჰედშოტი დაადეს და ვაიმე დედა რა ხდება და რაღაცა ხდება არ ვიცი ნუ ხაბეიშვილის გამო ვინმე რატო გამოარ ნუ კაი მე ჯანდაბას მაგრამ აი რაღაცა სცენარი გავს ეხა მაგის მერე ხო არის ეხა ქაჯეს ხო ტარიელი ავთანდილ და ფრიდონი ხო იღებენ ეხა ხაბეიშვილი ჩაიხსნა რომელია მაგას ნუ მკითხავ ოღონდ და იყო მერე ბოკუჩავა და ეხა არის ნანული ნანულიზე ცუდად რეაგირებს რა შემოგვივარდება მე აქ არა მაგრამ ის ცუდად რეაგირებს არავის ხო და მაგაზი აქვს ჩერგოსთან მაგას ერთი ამბავის ნანულის ეძახის და ეს პერი გიჩდება ნანული არა ნანა კაი ხო და ხოდა აი ან ბოკუჩავასგან ან მაგისგან რანაირად უნდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისთვის ვამბობ. რანაირად უნდა გამოადნო ის დევგმირი, რომელიც მიშას საპყრობილის კარს შელეწავს, გამოიხსნის მზეთ უნახავს დრაკონის კლანჭებიდან და პუტინს დაამარცხებს. აი ეგ არის სერიოზული კითხვა არა ობიექტურ სამყაროში, არამედ თვითონ ნაციონალური მოძრაობის მითოლოგიაში სერიოზული კითხვა არის რა. ვაფშე რას ჩალიჩობენ ეგენი სრულიად გაუგებარია თავისი პარადიგმის შიგნითაც რა. რეალურ სამყაროში აღარ მაქვს პრეტენზია შიდა მითოლოგიას ვკითხულობ რა. აი ნანა უფრო მაგარი ლიდერი იქნება ვიდრე ბოკუჩავა? კი, ალბათ. აი რაში გამოიხატება? მე არ ვიცი რაში გამოიხატება, იგი იმიტომ რომ ცხოვრებაში ნაცების მხარდამჭერი და მომრჩეველი არ ვყოფილვარ, მაგრამ აი თინა ბოკუჩავას ნაირი დავარცხნილი ეს არ არის და ის ხო ცდილობს რომ დავარცხნილი იმიჯი ქონდეს და მე რასაც ვაკვირდები ამ ნაცებში და არა მხოლოდ ნაცებში უფრო მეტად წარმატებული არიან ფიგურები რომელიც უფრო მეტი ეპატაჟურობით გამოირჩევიან ანუ ბოკუჩავას დრაივი დააკლდა ფაქტია რომ და ეხლა მე ბოკუჩავასგან აი კოტიკო გამოუშვიც ტექსტის მეტი არაფერი მახსოვს ვიღაცა პოლიციელს რო შეახტა მაგის ქმარს რო იჭერდნენ არ გახსოვთ ხალხო ეგ კადრები კოტიკოვო რო კიოდო ბოლოხმაზე თავის ქმრის სახელს და ერთი კომენტარი წავიკითხე სხვათა შორის არავის აინტერესებს ეგ ხალხი და რატო საუბრობთ ვის აინტერესებსო და ხალხო
14 წელია მაგ ხალხს ელაპარაკით, ოცნება იღებს 80%-იან ლეგიტიმაციას და მოდი ჩვენ ვკითხავთ, ვის აინტერესებს ეგ ხალხი. მე დავამატებ. ოცნებას კითხეთ და ამოცნების ამომრჩევლს. შენ კომენტარს დავამატებ, ხო, ეგ ხალხი ოცნების გამოისობით საქართველოში ახლა არის მთავარი ოპოზიციური პარტია. რა თქმა უნდა. ხო. ნომერი კი აღარ აქვს, მაგრამ აიღებს. აი ნებისმიერი არეულობისას ქართული ოცნება ამბობს, რომ ეგენი ვერ მოbrunდებიან, ხო და სანამ თქვენ ამ მოვლენას ჭამთ და ნაცები არ მოbrunდნენ, მართალია ნაცებს ოცნება აფინანსებს, როგორც ოცნებამ თქვა, მაგრამ მაინც სანამ ეს მიღებულია საზოგადოების მხრიდან, სამწუხაროდ ჩვენს გვიწევს, რომ განვიხილოთ ხოლმე, იმიტომ რომ აქტუალური პოლიტიკური დღის წესრიგი ეგ არის. მე მარტო ერთ რაღაცას დავამატებ და გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ზოგადად ხო უსამართლობის მიმართ ძალიან დიდი აგრესია მაქვს და სულ ჩვენი პირადი კონფლიქტების, სამსახურეობრივი კონფლიქტების, სამსახურში სხვებთან კონფლიქტების უდიდესი ნაწილი. ზოგადად კონფლიქტური ადამიანი. არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, ერთი კაცი არ დაგეთანხმება, მაგაში ვინც გვიყურებს. თუ კი ვინმესთან რამე კონფლიქტი მქონია, პირდაპირი ან არა პირდაპირი, ყველასთან მაქვს აი ეგ უსამართლობის განცდის გამო კონფლიქტი. აი უსამართლობა კლავს. არ შემიძლია და აი ყველა პარტიაში რაღაც წილით ახლა პროცენტით უსამართლობა, მაგრამ ნაცებში რო არის უსამართლობა, ეგეთი არ არის არსად. რატო? გია ბარამიძე შუბლით ასკდება კედლებს. გია ბარამიძეს რო უყვარს მიშა, მასი არ უყვარს არავის და არასდროს არ ეყვარება. მიშას არც ერთ ცოლს არ უყვარდა და უყვარს მიშა ისე. როგორც უყვარს გია ბარამიძეს და არა და არ გათენდა ის დღე და არ დადგა ის პერიოდი, როცა ამ კაცს რაღაცას ჩააბარებენ და ანდობენ და დაუფასებენ ამ ხელა სიყვარულს მიშასადმი. მე ეგეთი არაფერი არსად არ მინახავს, კაცს ასე უყვარდეს ლიდერი. რა ვიცი, ფიანდაზადებინება თუ როგორ არის ეგ გამოთქმა, ყველაფერს აკეთებს. აი გაუჩენელს გაგიჩენო, ხო იცი? აი ეგ არის გია ბარამიძე. გაუჩენელს გაუჩენს მიშას და იმან არც ერთხელ არ დაუფასა. არც ერთხელ. აი მე რო გია ბარამიძის ადგილას ვიყო, აი თავყრიდი ყველაფერს და წავიდოდი ამ ხელა უსამართლობის გადამტვირთვაზე. რა ერთხელ ხო შეიძლება თავყრიდი სიყვარული მესმის, მაგრამ ერთხელ რაღაცა გამოიჩინე, რომ გული გაქვს და ქვა არ გაქვს მაგის. მოკლედ თათია გაბრიჭიძის კანდიდატურა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის კანდიდატურაზე არის ჩემი კანდიდატურა ანი წითლიძია ისე ზოგადად მე მაგას ვემხრობ. რა კარგად ვამთავრებდი და გააფუჭა რა.